ხელსაწყოს pen მრავალსახეობა ილუსტრატორში. გავეცნობით მის მრავალსახეობას, სანამ გაკვეთილზე გადავალთ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, ეს ჩვენ შესაძლებლობას მოგცემს უფრო მეტი გაკვეთილი დავამატოთ და უფრო მეტი კურსი დავამატოთ ჩვენს არხზე. ეხლა კი დავუბრუნდეთ გაკვეთილს. მართალია ხელსაწყო pen არსებობს როგორც დამოუკიდებელი ხელსაწყო, მას მრავალი სახეობა აქვს, რომელსაც შეიძლება შევეჩეხოთ გამოსახულებებთან მუშაობისას. მოცემულ თემაში ჩვენ განვიხილავთ ხელსაწყოს pen მრავალსახეობას, რას ნიშნავს ისინი, იმისაც რომ იცოდეთ, რას აკეთებენ. ავრჩიოთ ხელსაწყო pen. ვიცნობთ უკვე ამ ხელსაწყოს წინა გაკვეთილიდან. მე გახსნილი მაქვს სხვადასხვა ფორმის გამოსახულებების ნიმუშები, ხედავთ, 4 სახეობა. ხელსაწყო pen თაგვის კურსორის მიტანისას, როდესაც მიიტანთ რომელიმე ობიექტზე, დააწექით თაგვის მარცხენა ღილაკზე და დააყოვნეთ. აი აქ თუ კი დავაწვევით მარცხენა ღილაკზე და დავაყოვნეთ, ხედავთ, გახსნილი იქნება დამატებითი პანელი. ხელსაწყოზე pen, ხელსაწყოების პანელზე. თაგვის მარცხენა ღილაკზე დაწოლისას არაუშვათ თაგვის ღილაკზე თითი და გახსნილ სიაში მიიტანეთ თაგვის კურსორი მარჯვნივ მიმართულ ისარზე, მარჯვენა მხარეს. თუ კი დააკვირდებით, აი ამ გახსნილ დამატებით პანელს გააჩნია დამატებითი ესეთი ისარი მარჯვნიდან, რომელსაც უნდა დააწყაპოთ. ეს ხელსაწყოს პანელს გამოიტანს როგორც ცალკე ფანჯარას. როგორც ხედავთ, ღილაკთან pen ასოცირებულია 4 ხელსაწყო. ჩვეულებრივი ხელსაწყო pen add anchor point tool ხელსაწყოს ნიშნავს, delete anchor point შესაბამისად წაშლა საყრდენი წერტილების და ძველი უბრალო ხელსაწყო point. ძველი ილუსტრატორიდან შემორჩენილი anchor point. ნახოთ რიგრიგობით ისინი. დავიწყოთ ხელსაწყო ტიპ pen. ეს ძირითადი ხელსაწყოა. ხელსაწყოს არჩევისას, ხელსაწყოს კურსორის ქვედა კუთხეში გამოსახულია ფიფქი. ხედავთ ეკრანზე ამ ფიფქს. ის აღნიშნავს, რომ ეს ჩვეულებრივი ხელსაწყო pen არის და ის მზად არის წერტილების შესასმელად artboard-ზე. თუ კი დავაწყაპებთ თაგვის მარცხენა ღილაკზე სამუშაო ფურცლის სხვადასხვა სივრცეში, შექმნილი იქნება ავტომატურად, ხედავთ აი აქ წკაპებით, ფერის ჩასმა არ გვინდა. ავტომატურად წერტილები და მათ შორის დამაკავშირებელი გზები. გზების და წერტილების გასაუხმებლად უნდა აუკრიფოთ კლავიატურული კომბინაცია Ctrl-Z. იმდენჯერ, რამდენჯერაც რაც მოქმედება განვახორციელებთ. ხელსაწყო add anchor point დამატება განსხვავდება. ის ამატებს საყრდენ წერტილებს არსებულ გამოყოფილ გზაზე. თუ კი ავიღებთ ხელსაწყოს selection და გამოვყოფთ ჩვენს ერთ-ერთ ფიგურას, მაგალითად სწორ ხაზს, აი ამას, შეგვიძლია შემდეგ გამოვიყენოთ add anchor point დამატებითი საყრდენი წერტილების დასამატებლად. მაგალითად დავამატოთ წერტილი შუაში, აი აქ. ხედავთ, საყრდენი წერტილი დაემატა. ამის შემდეგ თუ კი ავიღებთ ხელსაწყოს direct selection, აი აქ ეს ხელსაწყოა და დავაწყაპებთ ამ საყრდენ წერტილზე მისი გამოყოფის მიზნით, გამოვყავით აქ ხედავთ, შეგვიძლია კლავიატურის ისრების მეშვეობით გადავაადგილოთ საყრდენი წერტილი ზემოთ ან ქვემოთ, როგორც ჩვენ ეს გვინდა. თუ კი რა თქმა უნდა მრუდე არ გვინდა. თუ მრუდე გვინდა, შეგვიძლია ეს გამრუდება ჩავრთოთ და უკვე დამატებითი მიმართველები გაუჩნდება ამ საყრდენ წერტილს. ხელსაწყო delete anchor point თავის მხრივ add anchor point-ის ანტიპოდია. ავიღოთ ეს ხელსაწყოც delete
ის შლის არასასურველ საყრდენ წერტილს. მაგალითად, შეგვიძლია ავირჩიოთ ეს ხელსაწყო, ავირჩიოთ ახლად დამატებული საყრდენი წერტილი და მასზე უბრალოდ დაწყაბებით დავშალოთ ზედმეტი საყრდენი წერტილი. ბოლოს ხელსაწყო hard point-ი. მოვნიშნოთ ის, ჩვენ მას მოგვიანებით განვიხილავთ ცალკე ვიდეოში, მარტივად რომ ვთქვათ, ის გამოყოფს ერთ ძირითად საგანს. გვეხმარება გარდაქმნათ მრუდეები კუთხეებად, ხოლო კუთხეები მრუდეებად. როგორც უკვე ვთქვი, მის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ. ახლა კი ვნახოთ, როგორ გამოვიყენოთ ხელსაწყო pen ადაპტირებული ნატურა, ხელსაწყოს ადაპტირებული ნატურა, იმისაც რომ დაუკონებლივ გქონდეს წვდომა ჩამოთვლილ ხელსაწყოებზე, ხელსაწყოების პანელზე გადაუსვლელად. აი ამ პანელზე ვარ გადავიდეთ. დავაწყობთ აქ, დავხუროთ. გამოტანილი პანელი. მე არჩეული მაქვს ჩვეულებრივი ხელსაწყო pen, აი აქ. მოვაახლოთ ვარდისფერი გრაფიკული ნახატი, ან ხელსაწყოთის zoom, ან alt ღილაკით და scroll-ით, გავადიდოთ მაქსიმალურად. ხელსაწყოთი selection გამოვყოთ, აი ეს ლარნაკის ფიგურა, აუცილებელია ეს. რომ გამოიყოს ფიგურა დაუბრუნდეთ ხელსაწყოს pen, ავირჩიოთ ისევე ეს ხელსაწყო. ჩვეულებრივი ხელსაწყოს pen არჩევის შემდეგ, სანამ თაგვის კურსორი იყოფება ცარიელ სივრცეში, ის მზად არის ახალი საყრდენი წერტილების ჩასასვლელად. ხედავთ ფიფქის ნიშანს. მაგრამ როგორც კი მივიტანთ თაგვის კურსორს ერთ-ერთ საყრდენ წერტილთან, ხდება ცვლილება. დააკვირდით, აი საყრდენ წერტილთან მივიტანეთ და მას მინუსის ნიშანი გაუჩნდა. ახლა უკვე ფიფქის ნაცვლად გამოსახულია მინუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოისახა ხელსაწყო delete and hard point. ეს იმიტომ მოხდა, რომ pen ადაპტირებული ხელსაწყოა. ის ავტომატურად განსაზღვრავს მდგომარეობას დოკუმენტის ნებისმიერ დროს რა არის გამოყოფილი. მოცემულ შემთხვევაში მან იცის, რომ გამოყოფილია ეს გზა და ცნობს, რომ მე მივიტანე კურსორის საყრდენ წერტილზე. ის განსაზღვრავს, რომ თუ კურსორი მიიტანეს ამ წერტილზე და არჩეულია ხელსაწყო pen, შესაძლოა დიზაინერს სურდეს ამ წერტილის წაშლა წკაპის შემთხვევაში. თუ კი, აი აქ მივიტანე და მინუსი გახდა. თუ კი თავის კურსორს მივიტანთ სადმე გზის შუაში, გამოსახული იქნება პლუსის ნიშანი, ხედავთ? ოღონდ არა საყრდენ წერტილზე, არამედ გზაზე თვითონ აი ამ ცარიელ გზაზე, მოდოდნამ კიდევ გავადიდებ, ხედავთ? ხო? გამოსახული იქნება პლუსის ნიშანი, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია წერტილის დამატება. თუ კი დააწყაბებთ ასეთ მდგომარეობაში, დამატებული იქნება საყრდენი წერტილი. ხედავთ, დაემატა საყრდენი წერტილი. გავაუქმებ. ხანდახან შეიძლება შეამჩნიოთ, რომ alt ღილაკზე დაწოლისას კლავიატურაზე გამოიხატება anchor point ხელსაწყო. ხედავთ ხო, აი ამ ხელსაწყოს. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გადაიყვანოთ კუთხე მრუდეში, ხოლო მრუდე კუთხეში. არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებთ ხელსაწყოთი pen. თქვა და აქ მივიტანე და ხედავთ აი ეს მრუდეში გადავიდა. შემიძლია უკვე მრუდეს აღარ უჭირდება აქ დაწყაბება ამ დამატებით პანელზე. არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებთ ხელსაწყოთი pen, ის უთვალთვალებს თქვენს მოძრაობას და იმას, თუ რა არის გამოყოფილი. ეს ადაპტირებული ხელსაწყოა და ყოველთვის შეეცდება გამოიცნოს რის გაკეთებას აპირებთ და ავტომატურად ჩართავს შესაბამის მის ქვესახეობას, ანუ შესაბამის ხელსაწყოს. მოიწონეთ ვიდეო, თუ კი მოგეწონათ ეს გაკვეთილი და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ეს საშუალებას მოგცემს ჩვენ დავამატოთ კიდევ უფრო მეტი და საინტერესო კურსი.